ადუღებდა ავტომობილი, შესაბამისად მოხდა ჩარევა, როგორც ხედავთ, დაიშალა რადიატორი იმისთვის, რომ გვენახა თუ რამდენად გაგრილების შესაძლებლობა ქონდა ამ ძრავს. როგორც ხედავთ, აქ გაგრილების შესაძლებლობაზე საუბარი ზედმეტია, რადიატორია საშინელ მდგომარეობაში, ნადები ზემოდანაც აქვს მოკიდებული, უშუალოდ ფიჭების გაჭედილია და ესეთი რაღაც ხავსისებრი ნაგავია შიგნით მოთავსებული. ეს რეზინია გასაგები. თუ გაქვთ თქვენს მსგავსი პრობლემა, ადუღებს თქვენი ავტომობილი, ან გჭირდებათ რადიატორის გამორიცხვა, ესე დაშლით, ან ხუფის შეცვლა, ან წყლის სისტემის გამორიცხვა, ან რამე მსგავსი, რომელიც დაკავშირებულია წყლის სისტემასთან, ასევე წვის კამერასთან, როგორიც არის პერებოი, მომატებული წვა და ასე შემდეგ. აქ გჭირდებათ სრულფასოვანი ზუსტი დიაგნოსტირება, როგორც ელექტრონული, ასევე აირით და გაჟონვის. გელოდებით ავტომასტერში. ეხლა რაც თავარია, ამას მთლიანად გავწმინდავთ, აღვადგენთ ამ რადიატორს და დავაბრუნებთ ისევ ძველ მდგომარეობაში. ეს რადიატორი იმუშავებს კიდე რამოდენიმე წელი, იმისთან მიუხედავად, რომ ესეთ საზიზღარ მდგომარეობაში არის. ასე რომ ესეთ მდგომარეობაში რადიატორი კი არა, ამაზე უარესი რადიატორებიც აღვდგენია და წლებია უკვე მუშაობს. ასე რომ თუ გჭირდებათ რადიატორის შეკეთება, ან მსგავსი სერვისი, როგორც გითხარით, გელოდებით ავტომასტერში. მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, მრავალ საინტერესო ვიდეოს გთავაზობთ კიდევ წინ. მადლობა.